რიცხვები. ჩემი და დაწყებული ჩვენი რიგი დაუსრულებელია. გაზომვა, გამოთვრა, გადანორმა, ყველაფერი ჩვენი საქმე. ჩვენ პრივატ, ხოვთ, ვამრავლებთ, ვაკლებთ. რა, ვაკლებთო? თქვენ ყველაფერს ვერ აკლებთ. მაგალითად, გუში რომ დედა თქვენმა 2 ლარი მოგცა და 3 ლარი რომ დახარჯეთ ბუფეტში. ის რა არის? რა არის და ვალი? ხო და სწორედ ის ვალი ვარ, მე. აბა მითხარით, გუშინს რომ ტემპერატურა 3 გრადუსი იყო და დღეისათვის რომ 5 გრადუსი შემცირდა. რა მოხდა? მაცივდა, ანუ ყინვა. აი ეს ყინვა ვარ ზუსტად მე. ჩვენს გარშე ყილია ნამის როგორ ასრულებთ ხართ სამის პროს თათან იგი რომ დაეჭირათ ჩვენ უარყოფითები ვართ, უარყოფილები კი არა. ეს კი არა და მზებდა მან ძილით გავსურდა. იცი რა მხოლოდ რიცხვი გამოვიდა? აბა მითხარი, ერთი რა რიცხვი გამოვიდა ასეთი? 150 მილიონი კილომეტრი. მითხარი, როგორ ჩაწერდი 150 მილიონ კილომეტრს უჩემოთ. ჩავწერეთ რა, რაღაც რგვალები გიქონდა ბოლოში. აი სწორედ ის რგვალი ვარ მე. ეს ვინდა? მე ნული ვარ, ანუ არაფერი. თუ არაფერი ხარ, აგრა გესაქმება. არაფერი მქვიეთორი, იცით რამდენ საქმეს ვაკეთებ? მაინც რა საქმე? მოდია. წაიკითხე? 10. მითხარი, როგორ დაწერდი თუ ჩემო დათიანს? მართალია. ამის გარდა კიდევ იცით რამდენ საქმეს ვაკეთებ? მე ვარ საზღვარი სითბოსა და სიჩივეს შორის, ქონებასა და ვალის შორის. მე თქვენ შორის, იმიტომ ჩავდები რომ ერთმანეთი არ დაჯამოთ. ჩემს მარჯვნივ ჩემზე დიდები არიან, ჩემს მარცხნივ ჩემზე პატარები. მოიცა. მითხარი ერთი. მე რითმა შენზე პატარა. შენ რაც არ უნდა იყო, მაინც ყინვა ხარ. მოიცა. აქ რა ხდება? ეს რა კონცერტი გადივართ? აღარ გახსოვართ, ხო? ვენა. ბებია, 4 საყვარელი შვილიშვილისთვის. 3 დამცხოვე რომ გამოაცხოდა, თავს რო იმდრო და თანაბრად რო ვერ გაუნადიდა. თქვენ დაეხმარეთ? არა. თქვენ დაეხმარეთ? ვერა? აი სწორედ მე დავეხმარი. მითხარი ერთი, როგორ დაეხმარე? როგორ დავეხმარი და აი ასე. თითოეული ნამცხვარი დავყავი 4 ტონ ნაწილად. თითოეულ ბავშვს 3 ნაჭერი ნამცხვარი მივეცი და ესე გაუნაწილეთ თანაბრად. ბებიაც მაყოფილი დარჩა და შვილიშვილებიც. და კიდევ მე მარტო არა ვარ. მე ჩემი მეგობრებიც ყავს და ჩვენი რიგი დაუსრულებელია. და კიდევ ჩვენ იცი რა შევძელით? თქვენ ყველა ერთ ოჯახში გაგაერთიანეთ. მართალია ჩემო კარგებო. ჩვენ ყველანი ერთი ოჯახის წევრები ვართ. ერთ საქმეს ვემსახურებით. ვერ გავიგებთ რა არის ქონება, თუ არ ვიცით რა არის ვალი. ვერ შევიგნოთ სითბოს, თუ ვერ შევიგძენით სიცივე. ამიტომ ჩვენ ყველანი ერთ საქმეს ვაკეთებთ. ვემსახურებით ხალხს. ამიტომ ყველა მოვაკეთოთ ერთად ჩვენი საქმე და ერთად ვაშენოთ სოფელი. სოფლის შენებას რა უნდა რა